ეს კონკრეტულად იმ დღეს 22 ნოემბერს აი ბოლომდე საერთოდ ვერავინ ვერ ხვდებოდით რა მოხდა. აი მართლა გეუბნები, ჯერ ერთი არ იყო არც ტელეფონები, რომ მაგალითად გვეყურებინა, რომ გაგვეგოთ ამ პარალელურად რა ხდებოდა. ანუ აი ესეთი ინფორმაცია ესე გადადიოდა ზეპირ სიტყვიერად, ხო? ანუ ვიღაცა ტელევიზორში მე გვირეკავდნენ მშობლები, ბებიები, რაღაცა აი ესე ვიცოდით რეალურად რა ხდებოდა, თორე ისე სერიოზულად რომ ვთქვათ, აი ბოლომდე რა მოხდა იმ დღეს გავიგეთ მას მერე რაც უკვე წავედით სახში დავისვენეთ გავიღვიძეთ და რაღაც ახალ რეალობაში აღმოჩნდით ხო მე მეორე დღეს თბილისიდან გავფრინდი საერთოდ სადღაც მივდიოდი და მახსოვს რომ აი ძალიან გული მწყდებოდა რომ აი კონკრეტულად იმ დღეებს როდესაც აი ყველაზე იმ და გამოვაკლდი ასე ვთქვათ 26-ში დავბრუნდი და მახსოვს აი რაღაცა სრულიად სხვანაირი ქვეყანაში ჩამოვედი, ყველა გახარებული იყო უცბად, ან თან არ ბევრი არც არაფერი არ შეცვლილა 3-4 დღეში, მაგრამ აი ეს მუხტი რომ ვთქვათ უკვე ახალი არჩევნებისთვის დაიწყო მზადება და უკვე გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა, გინდა პარლამენტში და გინდა ძალიან ის იყო შტამბეჭდა. იდეაში 20 წლის შემდეგ არა 2012 წელს მივხვდი რომ მიუხედავად იმისა, როგორი შედეგით დასრულდა არჩევნები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველად მოხდა აი ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით. ეს აი რა ვიცი 100 წელი რო გავიდეს და 100 ჯერ რომ მომიწიოს ამის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბევრად უკან ვართ და ბევრი რამერისთვისაც გვინდოდა თუნდაც ეს გადაბარების პროცესი, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი რო განხორციელებულიყო, ბევრი რამე არ შედგა. მაინც მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით, რომ აი ვარდების რევოლუციის იდეამ გაიმარჯვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მოხდა არჩევნების გზით. სასურველია რომ ეს ხშირად ხდებოდეს და არა ერთხელ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მე მაინც მაგით აზრის ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო. დღეს ვარდების რევოლუციაზე არავის აღარ უყვარს საუბარი, ყველა ცდილობს რომ რაღაცა მიაჩუმათოს ეს ამბავი თითქოს არ მოხდა და სინამდვილეში რევოლუციაც არ მოხდა. ანუ ეს ხო არ არის რევოლუცია, ეს არის, როდესაც ადამიანების დიდმა ნაწილმა მოპარული არჩევნები გააპროტესტა. ანუ რა რევოლუციაზე არის, ანუ სასწაული. ხო, დაიცვა და დაიბრუნა და დაბრუნების ერთ-ერთი მექანიზმი ისევ არჩევნები იყო, ანუ რამე არალეგიტიმური შეიქმნა მმართველი ორგანო თუ რა, ანუ ისევ არჩევნების გზით ჩატარდა ახალი ანუ შეიქმნა ახალი პოლიტიკური სისტემა.